რუსთავის სპორტის სასახლეში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საპრიზო ადგილების მფლობელ რუსთაველ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა. მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. ასევე საერთაშორისო ტურნირებზე მიღწეული წარმატებისთვის სპორტსმენები რუსთავის მერიისგან ყოველთვიურ სტიპენდიას გაზრდილი ოდენობით მიიღებენ. კიდევ ერთხელ მიულოცეთ ჩვენს რუსთაველ ახალგაზრდებს საერთაშორისო წარმატება, მათ მონაწილეობა მიიღეს ჩვენი ქვეყნის სახელით, როგორც მუნიციპალურ დონეზე, ასევე სახელმწიფო დონეზე სპორტის ხელშეწყობა განაპირობებს კიდევ და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის წარმატებას. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. რუმინეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც დავიკავე მეორე და მესამე ადგილი 500 მეტრიან და 200 მეტრიან დისტანციებზე. საკმაოდ კარგი შედეგი დავდემინდა თქვა, რთული ტრავმების შემდეგ, ასევე მსოფლიო ჩემპიონატიც მივიღე მონაწილეობა და იქაც კარგი შედეგები დავაფიქსირე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ გამომო, თუ ერთმანეთს გვერდში არ ვედექით, ჩვენ სპორტსმენები არ დავდექით ერთმანეთს გვერდში, ჩვენი ქალაქის მერი არ დაგვიდგა გვერდში. რასაც პრინციპში აკეთებენ